თავი მეოცე. ვინაიდან სასუფეველი ცათა წააგავს ადამიანს. სახლის პატრონს, რომელიც დილა-ადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ მოგცემთო და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მე-6 და მე-9 საათზე და ასევე მოიქცა. გავიდა მე-11 საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად? უთხრეს მას: იმიტომ რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ მოგცემთ. რომ მოსაღამოდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის გამგებელს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე. მივიდნენ მე-11 საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მოსულებმა კი იფიქრეს, მეც მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს, ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა მხოლოდ 1 საათი წაიმუშავეს და შენ ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ. მან კი ერთ მათგანს მიუგო პასუხად: მეგობარო, არ გაწყენინებ, განა დინარად არ მომირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. ნუ თუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის, ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალშურს, კეთილი რომ ვარ. ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა. იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლო თავრმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში: აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან და მესამე დღეს აღდგება. მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანისცემით და რაღაცას ეხვეწებოდა მას. კითხა მას: რა გინდა? უთხრა: რომ ეს ჩემი ორი ძე დაჯდეს, ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენ სასუფეველში. მიიგო იესომ პასუხად: არ იცით რა სიტყვით. განა შეგიძლიათ ამ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ? ხოლო მათ უთხრეს: შეგვიძლია. უთხრა მათ: ჩემს სასმის შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამა ჩემის მიერ. ეს რომ იმ 10-მა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე. იესო კი მოიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ წარმართა მთავარი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფობას იყენებენ მათზე, მაგრამ თქვენ შორის ასე ნუ იქნება. არამედ ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენ შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს. ისევე როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად. როცა ისინი იერიხონიდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და როდესაც გაიგონეს იესო აქეთ მოდისო, აყვდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ უფალო დავითის ძეო. ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა, ხოლო ისინი უფრო მეტად აყვდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე უფალო დავითის ძეო. იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: რა გინდათ რომ გაგიკეთოთ? უთხრა მას: თვალები რომ აგვიხილო უფალო. შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყიცვე აეხილათ და გაყვნენ მას.